ის თვისებებიც პირად ცხოვრებაში კარგ ადამიანად გაქცევთ, პროფესიულ სამყაროში ავტომატურად იგივე ეფექტს ვერ ახდენს. გამარჯობა, მე ვარ მაია და სხვადასხვა საფეხურზე მდგომ პროფესიონალებს ვეხმარები უფრო მეტი გაიგონ კორპორატიული სამყაროს და წარმატების უხილავ წესებზე. შესაბამისად, გავაზიარებ ხოლმე ინფორმაციას კორპორატიულ ფსიქოლოგიაზე, კომუნიკაციაზე, ლიდერობაზე და კარიერულ წინსვლაზე. კორპორატიული სამყარო არის სხვა სისტემა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ იქან qalbi უნდა იყოთ ან ადამიანურობა დაკარგოთ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სივრცე თქვენგან მოითხოვს სხვადასხვა სახის ინტელექტს. ამას ქვეცნობიერად ყველა უკვე აკეთებს, მაგრამ როდესაც ამას რეკომენდაციის სახით ვაჟღერებ ხოლმე, ჩნდება პროტესტი, რომ რატომ უნდა მოვარგოთ ჩვენი ქცევა სხვადასხვა გარემოს. ამის ადემონსტრაციად გადავწყვიტე მოვიყვანო 10 ქცევითი და ემოციური მაგალითი, რომელიც დაგანახებთ, რომ ის, რაც პირად ცხოვრებაში უპირატესობაც კი არის, კორპორატიულ სამყაროში შეიძლება სანდოობა დაგაკარგინოთ. პირველი მაგალითად დავერჩიე პოზიტიურობა, თვისება, რომელიც პირად ცხოვრებაში ხშირად საჩუქარი არის. ძალიან კარგია პოზიტიური მეგობარი, რომელიც გამშვიდობს, გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ გაძლევს პანიკის საშუალებას. მაგრამ წარმოიდგინეთ იგივე დამოკიდებულება კრიტიკულ ბიზნეს შეხვედრაზე, სადაც ჩვენს თითოეულ ნაბიჯს, სიტყვას და ქმედებას შეიძლება მილიონობით დოლარის ზარალი მოყვეს, ან კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალოს და ვიღაც ამ დროს ცდილობს, რომ ამ ფრაზებით მოიხვეჭოს სანდოობა, ესე ვთქვათ, ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდით, მოდით პოზიტიურად შევხედოთ, ეს არის სრულიად სხვა დინამიკა ამ გარემოში. რეალურად სამსახურში ხალხს არასდროს იყარენ მხოლოდ კარგი ენერგიის გამო, იქ სხვადასხვანაირად გვაფასებენ, ერთ-ერთი არის ჩვენ როგორი შეფასების უნარი გვაქვს, რამდენად ვხედავთ დამალულ საფრთხეებს, რამდენად ვხედავთ რისკებს და რამდენად შეგვიძლია კრიტიკულ სიტუაციებში და მომენტებში დავრჩეთ მშვიდი და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. კომპანიები რისკიან პროექტებს არ ანდობენ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარემოს და სიტუაციის გალამაზებას. ესეთი ადამიანები შეიძლება ბევრს უყვარდეს და ზოგჯერ ფავორიტებიც კი არიან ხოლმე კომპანიებში მათი დამოკიდებულების გამო, მაგრამ თუ თქვენ გინდათ კარიერული წინსვლა, მაშინ აუცილებლად სწორი სიგნალები უნდა გააგზავნოთ სწორ ადამიანებთან, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ შენ შეგიძლია პრობლემის იდენტიფიცირება, რეალური რისკის დანახვა და რაღაცების წინასწარ განჭვრეტა. მე მყავდა ერთი თანამშრომელი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ძალიან ქარიზმატული იყო და მუდმივად ცდილობდა, რომ წარმოიჩინოს თვისება, რომ აი ყველაფერს მოვაგვარებთ, არაუშავს ჩავარდა პროექტი, ახლიდან გავაკეთებთ. რაღაც ეს ენერგია იმდენად კარგი არის პირად ცხოვრებაში, რომ გონია, რომ ეს შემართება კორპორატიულ სამყაროშიც იგივენაირად აღიქმება და ნელ-ნელა ამ ადამიანმა დაკარგა სანდოობა, ნელ-ნელა უკვე ის აღარ იყო იმ შეხვედრების ნაწილი, სადაც იღებდნენ კრიტიკულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგან ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ეს ადამიანი ვერ იაზრებდა რეალურ პრობლემებს. შესაბამისად, თუ გინდათ სამსახურში წინსვლა და გინდათ, რომ იმ მაგიდასთან მოხდეთ, სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ იმის დემონსტრირება, რომ შეგიძლიათ წინასწარ დაინახოთ საფრთხე, რისკი და საჭირო დროს მიიღოთ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამის ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ არის ნეგატიურობა, რომელიც არის სრულიად გამანადგურებელი. ნეგატიური ადამიანი პრობლემას ხედავს და ჩერდება, პოზიტიური ადამიანი პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს, ხოლო ის პროფესიული სიმწიფე, რომელიც არის ამის იდეალური გამოსავალი, მოდი დავარქვათ პასუხისმგებლიანი ოპტიმიზმი, ნიშნავს, რომ შენ პრობლემას ხედავ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ მის მოგვარებას. მინდა და გამეცა ორი პრაქტიკული მარტივი რჩევა, რომელიც თქვენს პროფესიულ გავლენას უფრო მეტად აამაღლებს. პირველი რჩევა იქნება, სანამ პრობლემას შეამსუბუქებთ, ჯერ ის დაასახელეთ. ანუ სანამ დაიწყებთ იმის თქმას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და მოგვარდება, ჯერ დაასახელეთ რა პრობლემა დაინახეთ თქვენ, იმიტომ რომ ხშირად ეს აშკარა არ არის. ის რომ კლიენტი გაბრაზდა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არის მხოლოდ მისი გაბრაზება, პრობლემა არის ის მოვლენები, რომელმაც მიიყვანა ეს კლიენტი გაბრაზებამდე, შესაბამისად პრობლემის იდენტიფიცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ ხედავთ ამ რისკებს, ამ პრობლემას და მოდით დავიწყოთ ამის მოგვარების გზების ძიება. მეორე რჩევა იქნებოდა, რომ ყველა რისკს დავამატეთ სამოქმედო გეგმა. არასდროს დაასრულოთ საუბარი მხოლოდ რისკზე საუბრით. შეგიძლიათ თქვათ, რომ დაინახეთ კონკრეტული რისკები და სთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს და უკვე ამ კუთხით წაიყვანოთ განხილვა.
ლიდერები სწორედ ესეთ ადამიანებს ანდობენ კრიტიკულ პროექტებს და ზედასაფეხურებზე გადასვლას, მათ უნდათ დარწმუნდნენ, რომ თქვენ საკმარისად სერიოზულად უყურებთ კორპორატიულ სამყაროში გაჩენილ პრობლემებს, რომ შეგიძლიათ იდენტიფიცირება პრობლემის, წინასწარ განსაზღვრა საფრთხის და შესაძლო ვარიანტების მოწებნა. ჯერ ისევ ძიების პროცესში ვარ, რამდენხნიანი ეპიზოდები იქნება სასარგებლო ჩემი მომავალი აუდიენციისთვის, რომელსაც ჯერ არ ვიცნობ, შესაბამისად გამიხარდება თუ დამიწერთ, რამდენად სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია საერთოდ, თუ მეთანხმები, თუ არ მეთანხმებით, რატომ, ძალიან ღია ვარ უკავშირისთვის. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თუ გაიხსენებთ მაგალითებს თქვენ გარშემო ესეთი ადამიანები თუ იყვნენ ან არიან და სად არიან დღეს, მიდიან თუ არა წინ და თუ დაუკავშირებთ სწორედ ამ ახსნას, რაც მე შემოგთავაზეთ. კიდე დაგვრჩა 9 ემოციის განხილვა და ამას ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ.